აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი წევრები პროკურატურას ანსამბლის ადმინისტრაციის მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შესწავლას თხოვენ. მათი მტკიცებით გასტროლებისათვის გამოყოფილ თანხებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არამიზნობრივად მოიხმარდა. შიმშილობის მეოთხე დღეს მოცეკვავეები ამბობენ, რომ ანსამბლის იმ წევრებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ, გარიცხული კოლეგების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და სამომავლოდ მათთან ერთად სამუშაოდ მზად არიან. აქციის მონაწილეების ახალ მოთხოვნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამოეხმაურნენ. მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ანსამბლის თანხების მონიტორინგი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა მოცეკვავეების სამივლინებო ხარჯები ანაზღაურებულია, რაც დაინტერესების შემთხვევაში საბანკო ამონაწერებით დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ მთავრობის თავმჯდომარემ გაფიცულებს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დირექტორის მოადგილედ დანიშნა და გარიცხული თანამშრომლების თანამდებობებზე აღდგენა შესთავაზა, რაზეც მსახიობებმა უარი განაცხადეს და მთავრობის წინ საპროტესტო აქციები განაგრძეს. საგასტროლო მოგზაურობის დროს არასდროს არ აგვიღია ის თანხები, რაც სამივლინებო ხარჯებით არის გაწერილი. ეხლა გავიგეთ ეს, რომ თურმე ჩვენ უნდა მიგვეღო გარკვეული თანხა და არასდროს არ მიგვიღია ეს თანხები. ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ მიმართოთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რომ გაირკვეს სად იფრანგებოდა ანსამბლის ბიუჯეტი. გოგონები უერთებიან ამ შიმშილობას. ჩვენი მოთხოვნა ისევ რჩება, რომ დაგვაბრუნოს მთელი დასი თემურ ქორიძესთან ერთად, რა თქმა უნდა, და თუ არ გააკეთებენ ამ მოთხოვნებს, ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს და ვაგრძელებთ აუცილებლად შიმშილობას. თუ ჩვენ დაუბრუნდით 80 ადამიანი მიდის, ეს სიცრუეა, მე მქონდა ტელეფონით საუბარი, ასევე შევხვდი იმ დარჩენილ მსახიობებს, ვინც არიან ანსამბლში და არავინ წასვლას არ აპირებს, პირიქით მოხარულები არიან ჩვენ თუ დაუბრუნდებით სახელმწიფო ანსამბლში. და როგორც წესი და კანონია, ისე გაკეთდა ყველაფერი. თურქეთში მაგათ აიღეს $48, ეს იყო 6 დღეზე, დღეში $43, აქაც ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. არანაირი კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს დავადასტუროთ ჩარიცხული დოკუმენტების, ესე ვთქვათ, მტკიცებულების წარმოდგენის წესით.